ალო. iPhone 17-ით გირეკავ. iPhone 17-ში თანხა არ გადაყაროთ, იმიტომ რომ ერთი და იგივეა ზუსტად. მართლა. ეს სასიკადულო ინფორმაციები. დღევანდელი ჩვენი სტუმარია ჩემი ვაჟიშვილი. არ არის გეიმერი. ბუდიში. გეიმერი. 20 ვარზონში გეიმერი. 20 კილიანი ვარზონში გეიმერი, ალეკო ალექსანდრე მახარაშვილი. აი ეგ აღარ მინდა რომ. ჩაო, ალექსანდრე. ალექსანდრე ეძახს რომ YouTube არხი მინდა გავაკეთო გეიმ რომ ვიცამაშო ხოლმეო. იმიტომ რომ ბავშვს იმდენ დავალებას აძლევენ ქართულში. მართ ეხა შევეძახ. რომ მაგი ისე მინდა თქვა. რა. ისე მინდა. ცუდად ხარ მამა? შევეჭიხეთ პრობლემებს სკოლაში. მე ვარ მამა უკვე და ბავშვს ქართულში ძალიან ბევრი დავალება აქვს. მესმის რომ ქართული კარგად უნდა იცოდეს, მაგრამ მე მგონია რომ არიან ბავშვები რომლებიც ქართულს ვერ სწავლობენ და მათემატიკას უფრო კარგად სწავლობენ. ხო, მათემატიკაში მოსაყოლელი. მე ძალიან გამიხარდა რომ ჩემი შვილი მათემატიკას უფრო კარგად სწავლობს. აი, 1 და 1 არა 2. ხო, იცის, აი იაუ პირს ვერ გააჩერებს ახლა. ასოებს ვერ ასწავლებს მაგალითად. მე ხო შედაწმერევა. აი ჩემი ბავშვებს ამას ერევა ჩამოვთვლი. I, S, T, ეხლა რა სწავლობს? S-ზე გაჩერდნენ. სამივე ასო ერევა ერთმანეთში. მნიშვნელობა არ აქვს საიდან არის მოხაზული. აი იმ დღეს ვეუბნები რომ ყურძენი მეთქი შვილო ყურძენზე დაიმახსოვრე თითა თქო T I T A ვეკითხები წაიკითხე რა წერია ალექსანდრე ყურძენი ჩატია 4 ასოში ჩატია ბავშვმა ყურძენი თითა რა უნდა ეთქვა აი ეგ გამასტერები გამახთან მახსენდება ხოლმე ჩემი ბავშვობა ამის და ჩემი ბავშვობა შორის ის არის სხვაობა რომ ამის როლი მშრალია და ჩემი სუსველი იყო ჩემი წრებლებით ხოლმე და ამის კეფაზე არაფერი არ არის და ჩემ კეფაზე იყო დედაჩემის 5 თითი ხოლმე ხანახეთ აქტიურად რაგაცი იცოდე მაგრაქცემ თუ არ ისწავლი მამა დღეს გვაქვს მეგობრებო კარფურის დასაჭმელი კარფური ცუდია კარფური ის არის ხო რო ყავს ფური ვაფშე ჩემთან ხო ამას აშიჭო მელას დიდ ბოდის გიხდით ვინც ახლა სამსახურში ზიხართ და კარფურიდან ლანჩი ამოიტანეთ და იმას ჭამთ სუნი აქ მოვიდა. ეს არის კარგი სუნია. 4 და 75-იანი კარტოფილი არის. მე მგონია რომ აი ერთი წამი ჯერ არ შეჭამო შულო ეს საშიშია. კარგი, ხახვია, ოჯახურია, სოსისი ყრია და ბულგარული. ცუდი არა. ეს კერძი არ არსებობს. ეს კერძი არის ზედმეტ სახელად რუსული კი არ გვყავს, მაგრამ ათხოდ. აი პირდაპირ ვიშობთ. კარტოფილი მორჩაძმებს, მარტო კარტოფილს ვერ გავყვიდით 5 წელად. მამა, შეიძლება. ძეხს გაზდის ვადა. ბრა, ხეგრევე ძეხს გავუვიდა და მივახარშეთ ჩავყარეთ შიგნით სო. ჯერ შენ გაიცი. ღმერთო რა კარგი სუნი ამოვიდა. ანუ ძეხს პირდაპირ პლასტმასის გემო. ძეხს აქვს პირდაპირ პლასტმასის გემო. პალეჩი მინიხარ? სუმაკაროვს ჭამს არა და ამ მაკარონი აზრი არა მაკარონი და ეხლა ეს კარტოფილი არ მაკარონი უფრო კარგია მაგასი მაკარონი უფრო კაია? ძახმო მე გამაინც ეს მაკარონი მოვიტანო ჩეჩება ყველა ხახვია შემამაილა რა მაგარი კაცი ხარ 4 ლარი დღის 5 ლარი ხო არა არა ღირს მაგრამ ბიჭო ხო არა ღირს მოდი ვაგირო ამას შეჩემა 1-2 ელემენტი რო დაუმატო შეიძლება გამდიდრებული ურანიმი იყო ცოტა აკლია შეჩემა რომ ბომბები გადაამზადო ამისგან ზეხვი არის იმენა სხვანაირი ეგ ხო არავინ ნიშნავს რომ მოდი ხო არ ჯობია ამ კერძში სხვა კერძის ზეხვები ჩავალაგოთ ეგ ხო გამორიცხულია აი დღეს რაც დარჩა ან ვადა გაზდიოდა ან სოსისები რაც ეს ჩაათყლი შესაკ მამა მე ყველაზე ბანძია ვიღე ხახვი მე მგონია ესო შეამოწმო ჯოხებს იპოვე იმიტომ რომ აქ ჭხილი არ იქნება აქ იქნება ჯოხები ძალიან დიდი აი ნუ გაძეხრია დაიჭირე გადავედი ჩემზე ეს 10-დან რამდენი 0 ეს ხოჭო კარგი ფენოვანი ლობიანი 275 გრამი მომე ინგლისურად აწერია ერთი წამი 4 ლობიანი layer 4 და 50
მამა ეს შენი რაღაცნაირი არაა, ჩემი არია. ოპა. ო, მოხომე. ერთი წამი, რა გიჟივით ახლა, ნაპოლეონი არის. ნაპოლე. წამე. აი, მამე, ახლა. რა ჩაკობი ჩაჩი მის. არ გამარტყა მომკლავ ბიჭო. სიცოცხლისთვის წვენი არ მოიტანე აჩქო რამე? წვენი მოიტანე აჩქო რამე? აჩ წვენი მოიტანე? მოიტანე. ლობიო მინდა ნახო. ჯობა მინდა. ხალი მომიწადე კაცო. აი იყო. აი არ მიყვარს. აი მინდა. ეგა ჩემი ძაღლისთვისა, ძაღლი ახატია, ძაღლი. მაგარია. ხო. ეს ხელი, აუში ფენოვანი ცომი ძალიან კაია. აი ხელში გაიყრი წამი. აი არა უშავს. ფენოვანი ცომი არის ძალიან კაი. იმენა ხარაშუნა, მაგოდ მართლა გეუბნები. იშვიათია რომ ესე დაამზადა რა. 4.50. ჯერ არ შოჭა მაგა. აი? 10-დან 10-ია. ანარა. ხო. 9. ხო, ეგ უნდა მეთქვა. 9-10. აი არ გაზრდით, მოიცა კიდე მოდი. კარგი რა. ჩემი ცოლი უნდა გავიდეთ. მომია. დაყი. აი გეყოლა ხარ ზედა. ციტი მიკროტინკო. ეს ახლა იცი? აუიე და მე იმენა 10-დან 7 იყო ძმაო ლობიანი. ხო, რამდენი პოლიტიკი არ მინდა გადააგდოთ. აჰა. ჩემი პეწელიკა. ბიჭო. ეს არ შეჭაო მამა. ხო, მამა, ეგ უნდა მეთქვა. ეს არ შეჭაო, ეს დიდებისთვის არის, პატარებისთვის არა. ეგრე რატო თქვი? ანუ რატომ გონია? მე უნდა მეთქვა რატოა ესეთი? 3 ცალიღეს 4 არის, თითო ლარი დაუცი. ხა კნიგოზიდებს? უნდა დამეთვლა. არ თუ შენთვის კარგია კარგი, მაგრამ მე მათი პარა. აქ დევს მეგონი უკრაინული ნიგოზი, რომელიც არის ნაგავი რა ეგ იცოდა. შეაფას. შეაფას. არა, გავშინჯო? ხო. არა, მადლობა. მიდი, ჩათვალე და შენ ხარ წამო. შენი აზრით მოცელა ვარ? აბა, შეფასება? ცხრა? 4-ია ესა. მეთქი ამასაც მაჩვენებდი. ცდიარ. ერთი მომიგიდე. ეს რა არის? ხარი ხალხს ალექსანდრე? ქართლიშალავში. ცოტა ექშენი. ეგა ყველაზე დიდი კარტოფილია. Oh my god, ეს რა კარტოფილია? ეს არის მექსიკური კარტოფილი. არა, მექსიკური არ მყავს არაფერი. არ გიყვა? იმიტომ რომ შეგნით რატომ გონია რომ ჩები იქნება? მექსიკური არ გიყვა. ჯერ უსუნო ჯერ. ჯერ უსუნე, აბა წონი. არ არის ეგეც. აბა დასინჯე პროსტა. ყველას პატარა მოვიღო. შენ უსუნე. უსუნე ნახე რა მანდ. უფ, სუნელები აქ ბევრი არ არის. ხო, არა მადლობა. არა, პროსტა გასინჯე. სა. კეჩუპით მეკნებობა, უფრო კარგი იქნებოდა. დავაი ძმა. ამას ფისტი იქნება იმე. ეწამი მე გავქრები მეც. მოიცა. უი. მამა, ყველაფერი მე უნდა შევჭამო ეხა. მიშველე. მამა, შენ მომკვე, ხა, ყველაფერი მე უნდა შევჭამო. მოიწყიდა ბავშვი. ყველაფერი მე უნდა შევჭამო ბანძი. ეს ხო არ ჭამეში. ეს არის ძალიან ცუდი. ეს არ არის ის რაც უნდა. ეს რო კალამ ჭამოს, საფლავში იტრიალებს მართლა. იმიტომ რომ ძალიან ცუდი. აბა, ეს როგორი იყო, მამა? კალას საუკეთესო კერძი არის ნიგრიანი ბადრიჯანი შეჭამა. ალექსანდრე შენ გარეშე გასინჯა ქათმის სალატი. ხო და ეს მომეყლა. ამას 4 ქულა დაუწერე? კი. და კიდე მინდა. ძალიან ლასია.
რა შევიღოს მაგათმით წინაზე ხალხი მოიწამლა კარფურში ისე რომ 30 კაცი ავატყოში იწვა, იცი? კაი, შემდეგზე გადავიდით. 4 და 20 ღეს. ერთი ცალი ის იყო. 100 გრამი. ეს იმენა 0 არის, ეს ხო, ეგა კრიმინალი ამის გაიდვა. მართლა. აჰა. კაროჩე, ეს ორი კრიმინალი არის, მაგის გაიდვა მართლა. აბა ეს განსა გაგეში. აბა ეს მეთქი ამასაც გააყოლებდა. ეს არ მინდა მამა, იმიტომ რომ მე მოეწონა. უზდე. აი ეგ უნდა მეჭამა. არა, ეს ჩემია. ინდაური ყველით. მამა, ეს სენდვიჩი. კაია თუ არა, ნახო. კლავ სენდვიჩი, ბიჭო, ფერი კი აქვს. რო არ უნდა იყოს კაი, მაგრამ ხო. თუ კარგი იქნება. რა პასკაში დე? თუ რა გინდა ეს? ეცო რა ყველიო, ვერც რისია ეს კარფურსა არ არის? მამა, არა, კარფურსა არ არის. ყველს უცვლი ჩემთან. ყველს უცვლი ჩემთან. ეს 10 ლარი ღირებოდა. აი ეს რო გაგატან ხოლმე გაგინა სკოლაში. შეიძლება მოგეწონა ხო? მამა, მართლა კარგი. არც ყოლის გემო აქვს, არც ინდაურისა, არც ყულისა. აი 0 0 0 0 0 ამ სენდვიჩის გაყიდვაც კრიმინალიზებული რო გახდეს თუ შეიძლება. მოიცა ეხა უყრი მამას კემინები იცი. ხო ამას შევჭამ მე მამა. უმი პიცა არის შეჭა. უნდა ეს უნდა შევწოთ. ეს ისე რომ უნდა შევწოთ. ანუ შეჭიმა უმი პიცა არის და. არა, უმი ცომი არის თორე ზედა მხარე კი იჭმევა. ვიზუალურად შევხოს. აუ ძალიან კაია. ეს 1-20 ლარი ეგრებოდა რა, პიცა ლორით. დააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. Hot ever to 180 გრადუს. Remove the pizza from the package. Bake for 5-10 minutes. ბიჭო, პროსტო ზასაჭმელები სექციაში იყო, მაგან დამოუკიდე. აბა გავსინჯოთ მა. კარგია? არა, უმი არის ბიჭო. ხო, ეგა 0 вообще 0 კი არა. ეს ჯერ უნდა უსუნო. იგივე. ხაჭაპური. იგივე რატოა? ახლა ძალიან ეს ბოლოა. ბოლოა, არ ვიცი, იმას კითხე. ბოლოა? აბა შეჭამე ხაჭაპური. ფენოვანი ბავშვობაში როგორ მიყვარდა ის. სხვა ხაჭაპურია, მა. ფენოვანი იყო იგო. მამა. ოი ხო. ბავშვების გემოა, ხა, აძეკის ფენოვანი. შემიძლია. 10-დან 5 არის, მაგრამ ბავშვობის გამო 10-დან 10 დაუწერ. არა, ისია. მე გეტყვით. იმიტომ რომ კარფურმა ზუსტად გაიმეორა ის გემო, ყველიანი მაკარონის. ცოტა ჭუჭყის. აჩი. და ყველაფერს, მაგრამ ყველა თემი ბავშვობა აქ არის რა. ანექსიანშვილი. შენგან ანექსიანშვილი. ამ გილი ხარ, ჯულა. მეც კი შეხვედი. ჩემთან მოვარდა? კუქი. ეს ჯერის გავსინჯო. ბიჭო, ეს კარტოფილზე რამე ისაკ აქ შეჩემა რა. ეს ალექსანდრისთვის გამოვიდა. ვიცი რა. აი ხე კაია. კლასიკიდან ახო. მე მოა გრუბლის საჭრელი აქვს, გუბკების საჭრელი აქვს. გიხუჭე გასწია. ცუდია? ბიჭო. რა ნაჭება ფრის ეს უკრა, ნუ მაკიასაც უშვება ვიცი, ხო იმენა. ვოლტზე უნდა თქვა ორი სიტყვა აჩქო და ეს არ ამოჭრა, თორე? არა, რატო არ ვაგინო შეჩემა? ვაგინებ ამოხსნა. ვოლტმა გუშინ გამოვიძახე რაღაცები და სხვა შორის ბევრის პრობლემა არის, რომ მერვე თუ მეორე შეკვეთა მოიტანა ჩემი, რა მნიშვნელობა აქვს? მოდის ჩაჭეჭყილი, ეს თან მე ბოლო რო ვარ ხვდები იმით, რომ ეს ყველაფერი არის დაპრესილი, ანუ ვიღაცის საჭმელი ჩემზე ზევიდან იდო, კაი. კოკოლები ჩაქცეული, დედა ჰქონდა იმენა მოხნული, შიგნით, ვაფშე ყველაფერი ცივი. მაგდონალდზე წერ, ხო. წერ საფურცო. კურიერი კიდე იქად გასკო, ბიჭო, უთხარი წამოვიდეს მეთქი. აი ელოდება სხვა შეკვეთას. 20 წუთი ჩემი შეკვეთა აღებულია ხო ტიპი მეუბნება. 20 წუთი იდგა სხვის შეკვეთაზე შეჩემა. აიღო და განა მე მომიტანა რო არ გაცვებულიყო. იმას მიუტანა შეჩემა. და მე მომიტანა მე. ოღონდ კოკოლებს თავები აღთელი გადაქცეული უგდებს რაც რომ აი ეს როგორ ჭამა მეთქი რა. მართლა აი მე უწუხარ, მანამდე წუხდა, აი მანამდე ის წუხილი.
მამა ეს მაინც გავსინჯოთ აბა. წინაზე ანაზღაურებული ქონდათ, ოღონდ 5 ლარი აანაზღაურეს წინაზე სიმეტრე. მეთქი ხა იდეა თქო რა, ეს წაიღე მეთქი, არ მინდა თქო რა. მამა გინდა? წაიღე მეთქი და რომ მოვათქო ის. ხო, ის ახალ გამიგზავნა. აი იდეა მეთქი, ეს რა ბიჭო შეურაცხყოფა. გასინჯე. ეს წუთი მამა. ფოტოებში რაც ჩანს კოკა-კოლას აგინაზღაურებთო. და ფრისო, ოღონდ ფრი, ჩვეულებრივ ფრის არ ანაზღაურებდნენ. მარტო ჰალაპენიო და ყველი რაც ასხია მაგას. იმიტომ ეგ რო ავიღებ, თლიანად ავიღე, შეჩემე ამ. სად ჩაგირიცოთ, ხოთ მითხარით. ეხლა რამდენს მირიცხავ მე? 30 კვადრილი. ფრის საფასურსო და 2 კოკა-კოლისაო. აი სუსველია ბიჭო, ყველა გაზდის, შეჩემა, ჩემი კაკლის მაგიდა სახში. სუ კოკა-კოლიანი. აი შენი სახლი არის თვითონ კოკა-კოლა. არ მინდა თქო, მართლა არ მინდა მეთქი. უბრალოდ ძალიან გთხოვ მეთქი, რომ ვისაც ევალება მეთქი ეს რო ეს დისკომფორტი რო არის, რომ ამის მოგვარება, რომ ეგრე არ მოხდეს, რომ კურიერები დააგოს, დირექტორი იქნება, ჰედი იქნება. კარში ცუდი არის. ნაგავია. ქათ? მაფინი რა, კაი იყო? ალუბლის მაფინი. მოგეწონა? ფუში. საერთოდ საუჭამე აღარ მინდა. მოკლედ, ეხლა არის საქართველოს ბანკის სეგმენტი, მამა VS შვილი. ეს არის რუკა, რომელზეც დააჭერ იდეაში რაღაცეების იმაშვება. საქართველოს ბანკზე მინდა ორი სიტყვით გითხრათ. მაგრამ ვრცლად რა თქმა უნდა ამ მოსტყვაში რომ საქართველოს ბანკი არის განათლების მხარდამჭერი, იმედია ალექსანდრეს განათლებასაც დაუჭერს მხარს. საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო. ნებისმიერ სტუდენტისთვის მოიძებნება დაფინანსების პროგრამა. რა, მოკლედ შედიხართ განათლება ბოგჯიზე და იქ არის ყველა ინფორმაცია დაწვრილ, დაზუსტ, ჩაზუსტებით. აბსოლუტურად ყველაფერი. საქართველოს ბანკი რომ მხარდამჭერი არის ცოდნის ეგ ყველა ვიცით და ეს ცოდნა ჩვენშია და ჩვენ აქ ვართ. ამ ბავშვს რო ერთი 10 ლარის ცოდნა რო ჩაასხათ თუ შეიძლება. თხოვ, ლათხოვ. ხო. მე ვიქნები სტატიები ცოტა. ეს არის დღევანდელი თამაში. რუკა და უნდა გამოვიცნოთ რა. გამარჯობა შენცა. მოდი გავიგოთ რა ისწავლე. მაჩვენე სამხრეთ კორეის დროშა. მახარ. არა. არა, შეცდომა. არასწორია. მე ერთი ფიგურა დავიწყე. ოჩა. მაჩვენე ჩილეს დროშა. ჩილი. დააცადე ალექსანდრე. ჩილე არის ფერადი, მოიცადე. ერთი სტაგა. 5 შეკითხვა იქნება ჯამში. და დააჭირო რომელიმე. არასო. არა. აიცა დააცადე. ეს საერთოდ გივიდა. მაჩვენე ნიგერიის დროშა. ნიგერია, მოიცა ჩემი რა. ნიგერიას უნდა დააჭირო. ნიგერია ფერადი სად არის? ეგვიპტეა. აი ეს არის ნიგერია. ნიგერია, ხო. აჰა. ოჩა. 3-დან 0 მე რა გავაკეთე? 3-დან 0 რაო? ქულა. შენ ისიო? რომელიც 5 შეკითხვა. კოლუმბია? კოლუმბიას რა უნდა? 3-დან 0 ქულა გაქვს მახარ. კოლუმბია, ეს არის პორტუგალია, კოლუმბია. მოიც დამეჭირა შეჩემა. 3-დან 0 ქულა მაჩვენე მახარ. ესპანეთის დროშა. რა ნოლი, ბიჭო? ესპანეთი. შეგიძლია ერთი ქულა აიღო. დროშა. მაჩვენე ესპანეთის დროშა. ესპანეთი. არასწორია. მაჩვენე ეს რა? 0 ქულა, კაი. მახარას შედეგი დაფიქსირდა, 0 ქულა, აქ ვერაფერი ვერ გამოიცნო. იმიტომ რომ ამებს აწვებე და როცა ამას დააწვევს 0 ქულა. ალექსანდრე, გადავედით შენზე რა. ერთი მე მაინც. ჩაწყობილია. საქართველო არის ერთი მაინც რო გამოიცნო, ერთი დროშა მაინც შენ ხარ მოგებული და პრიზს მიიღებ, რაც თავარია. პრიზი იქნება შენ, ერთი მაინც უნდა გამოიცნო. კაი. მოდი გავიგოთ რა დავაი. ისწავლე. მაჩვენე ბრაზილია. 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 აქ მე მინდა. ბრაზილია გარალი. სწორად დააჭირა. მაჩვენე ბრაზილია. ეს არ არის. არასწორია. დაბლია. რუკა არაო, რუკაზეო. აუ, რუკები ხო არის? ეს არის დროშები ხო არის, ალექსანდრე? დავაი, დროშები. მაჩვენე როგორ ისწავლე დროშები. აბა ალექსანდრე, მაჩვენე მონღოლეთის დროშა. დროშას უნდა დააჭირო. ოპა, მონღოლეთი, მე ვიცი. აი, დაწაკება. გახსოვს ქვეყნის დროშები. დროშა მახსოვს, ხო. საქართველოს დროშაო, ალექსანდრე. ოკეი. საქართველოს მაღლა.
აბა ყურები. მაჩვენე გერმანიის დროშა. გერმანია. ოპა. გერმანია დული. დაადე ალექსანდრე რომელიმეს? მიდი. დაადე. შენ პრაიზიცა და. სულ წავედი, ეტამი ვიდეო. მოცა შენ რომ მოიგო რა მოიქცევენ? არაფერს? შენი არის პრიზი. მე არასდროს არაფერს არ მაძლევ. ამ თამაშში მოიგო ალექსანდრე და განსაკუთრებული პრიზი გვაქვს დღეს რა. მოდი ეს მოვაშოროთ. არა, მაგრამ ვითვალე. რა თქმა. და გეტყვით ვისგან არის ეს? ეხა დამეფლეებათი თუ არის, რავი გავგიზდებით. ანუ თუ არის? იმადგან არის. Tiger. აი, მართლა. რა მაგარია. აი, რო გიცხარი. რა მაგარია. რა მაგარია. აი, ეს სახე იგი მაქვს, ხა? კადრში დადეგე. ეს სახე მაქვს, ხა? არა გავს. ეს სახე არის ჩემი. არა გავს. მოგეწონა? გადავაგდოთ თუ არ გადავაგდოთ? ჯერ მომეწონა, მაგრამ წამოვიღებ რა ვიხარა. ბიჭო. აი ნახე. სადა? ეს უკან დავდოთ რა. არა. ჯორჯიან თოკეს სტორი. მომე. სახში არ გინდა აქ დავდოთ. მომე. გადაცემაში. მიგაკ. ხო, წეგან არ მოგწონდა რა. ჯორჯიან თოი სტორი. ჯორჯიან თოი კომპანია, რომელიც აკეთებენ ხელნაკეთ სათამაშოებს, თუ გინდათ თქვენი შვილი თქვენ შვილს არ გავდეთ, შეგიძლიათ მიწეროთ და ამზადოთ ახლა ანუ თქვენ თუ მე უყურებთ ამას 1-დან 10-ია, მაგრამ წავიღებ სახში. 1-დან. შემდეგი, განაც მოკლედ ძალიან კაი საჩქარია, მართლა ხუმრობთ ახლა. განათლება ბოგჯიზე არ დაგავიწყეთ, შეგიძლიათ თქვენთვის მოიპოვოთ დაფინანსება და გააგრძელოთ სწავლა და აიმაღლოთ თქვენი იმუნიტეტი. შეგიძლიათ აიმაღლოთ, მაგრამ განათლების დონე შეგიძლიათ. ნებისმიერ ინფორმაცია განათლება ბოგჯიზე. რაღაც. ეხლა ზოლები მაქვს ესეთი? სარუჭკარო გაცვია ხოლმე. არა. ზოლი რატო მაქვს? ნახე ახლა უყურე. სტოლები? 0 სოლ. მამა შემახوار გასწავლა ინგლისური პოსტლიკ. არ მასწავლეს. მოდი გაკაცრეთ. მეგობრებო, როგორც დავინახეთ კარფურიდან ვეცადოთ არაფერს არ ვჭამთ, თუ აპოკალიფსი არ დაიწყო და მარტო კარფურში არ დარჩა საჭმელი, მაგ შემთხვევაში ვჭამთ. არ ნიშნავს გაправება იმას, რომ რა ხან იაფიღის, ძმაო, ხარისხი ზატო იაფიღის, ანა, რაც ღირს, შესაბამისად, მინდა კარგი ხარისხი, არ მაინტერესებს რა ღირს. იაფი უნდა ღირდეს, იმიტომ რომ ეგეთი ყვება, რომ 10 ხოდისგან აქვს ყველაფერი გაკეთებული, ან ნარჩენი საჭმელისგან, ცუდად ისმის, მაგრამ ეგრე ახლა ის სოსისი პროსტა არ იყო ჩაყრილი, სხვა ფერსოსის არ ჩაყრიდნენ. ვიცით რომ რაღაცა ვადა სანამ გავა, მანამდე ხარშავენ და ალაგებენ რაღაცეებში. ამიტომ დენი დაგარტყავს მა. მე მოთხოვნა იქნება რომ გამოასწოროთ ხარისხი, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი იკვება კარფურის საჭმელით, მათ შორის მეც. და ლანჩზე ყველასთვის კომფორტულია რომ ჩახვიდე და მარტო ეგ არის გასვაცო ისა. ამიტომ ხარისხი გამოასწორეთ, ანუ მინიმუმ ისე მაინც გააკეთოს რომ გემრიელი იყოს და აი ეგ მდგომარეობაში არ იყოს ფრი და არ მის ნიგუზიანი ბადრიჯანი, ან ნაგავი იყო. დაგემშვიდობით არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, მე ვიყავი საეჭვკაცი, ეს იყო ჯუნიორი. ჯუნიორი. მისტერ ჯუნიორ.